ვიცით რომ არასდროს არ დაუხევია სტუდენტურ მოძრაობებს უკან და ვიცით რომ ამაში ჩართულები არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ პროფესორ-მასწავლებლებიც იყვნენ და საზოგადოება, რომლებმაც ერთმანეთს დაუჭირეს მხარი და ასე ერთობით მოვიდა ჩვენამდე ჩვენი ქართული ენა, რომელიც გვაერთიანებს. ზუსტად ისეთ მარშრუტს გავივლით, რომელიც გაიარეს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 1978 წლის 14 აპრილს და ამით არაერთხელ და კიდევ ერთხელ გამოუცხადებთ სოლიდარობას ჩვენთან ამებრძოლებს, პოლიტპატიმრებს, რომლებიც ჯერ კიდევ ხნედ არიან და ჩვენ მათ მივესალმებით აქედან. შესაბამისად გთხოვთ, რომ შემოგვიერთდეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი პოლიტპატიმრები, ერთად დავიცვათ საქართველო და ერთად გავერთიანდეთ ჩვენი ევროპული და ქართული მომავლისთვის. დღესაც ჩვენი სახელმწიფო დგას ეგზისტენციალური გადაწყვეტის მომენტში, სადაც სტუდენტებმა კვლავ უნდა გავწიოთ წამყვანი ძალა, ლოკომოტივის ძალა და გავაგრძელოთ ის გამარჯვების ტრადიცია, რომელიც გვიანდერძა ჩვენმა წინათაობებმა. მაშინ მოახერხეს იმ ტოტალიტარულ სახელმწიფოშიც კი, რომ დაეცვათ, ვთქვათ, ქართული ენა და ეროვნული ღირსება და დღესაც ჩვენ სტუდენტები 14 აპრილს 19 საათზე ვერთიანდებით, რომ პირველ რიგში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადოთ და კიდევ ერთხელ მოვუთხოვოთ ჩვენს დე-ფაქტო მმართველ ადამიანებს, რომ გამოუშვან ციხეებიდან უკანონოდ დაკავებული ადამიანები და პირველ რიგში მოკლედ ეს აქცია მიემართება მათ სოლიდარობას, მათ გამხნევებას და ჩვენებას კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ კვლავ პროტესტში ვართ, კვლავ გვაქვს ის მოთხოვნები, რომლებსაც უკვე ამდენი ხანია ვაყენებთ პოლიტიკურ ველზე და რომ სტუდენტები გაერთიანდნენ და სტუდენტები ერთობლივი მარშით გააგრძელებენ გამარჯვების ტრადიციას. რომ სოფლიო გამოცდილება გვეუბნება მაგას, რომ თუ რაიმე შეიძლება რომ შეიცვალოს, ყველაფერი იწყება ხოლმე თუ რაღაც კონკრეტულ ქვეყანაში არსებობს პრობლემა, სტუდენტებისგან იწყება ყოველთვის. ასე იყო 1978 წელსაც, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ მოინდომა, რომ შეხებოდა ისეთ წმინდა რაღაცას, რაც არის ენა, რითაც ასე თქვა ჩვენები პატარა ერები გამოურკვევენ თავის თავს და ტოვებენ უნიკალურ კვალს. ზუსტად იგივე ცდილობენ დღესაც, რომ რაღაც ქართული ნირი და ნიშა წაშალონ, რაც გვხვდის უნიკალურს. და ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის პირველი ერთობა და გამარჯვების სიმბოლო, რაც იყო 14 აპრილი მაშინ 1978 წელს განმეორდეს აუცილებლად და დღევანდელმა სტუდენტებმაც აჩვენონ საკუთარი ძალა, რომ არასდროს არ დათმობენ ეროვნულ ინტერესებს და იქნებიან იმ მთავარი იდეის გამტარი, რაც არის ძირითადი ქართული იდეა.